ოლიგარქის რეჟიმის და სასამართლო კლანის სტრატეგიული გადალაგება საკონსტიტუციაში. უმაღლესი ინსტანციის მოსამართლემ პოსტი ვადაზე 5 წლით ადრე დატოვა და მიზეზის დასახელებას არც აპირებს. ირკვევა, რომ განცხადება ხვიჩა კიკილაშვილმა 1 კვირის წინ დაწერა. საკონსტიტუციო სასამართლოდან წავიდა თავმჯდომარეც, თუმცა კანონის მოთხოვნის გამო. მერაბ ტურავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, პარასკევს მისი ბოლო სამუშაო დღე იყო. ის მოსამართლე საკანონმდებლო ორგანოს კვოტით გახდა, თუმცა მის შემცვლელს ივანიშვილის პარტია ვერ აირჩევს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ხმების საჭირო რაოდენობის არარსებობის გამო. იურისტები ამბობენ, რომ ოცნება თავმჯდომარედ სწორედ კიკილაშვილის შემცვლელს გახდის. საკონსტიტუციოს რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი დავალება აქვს შესასრულებელი, რაც ოპოზიციის აკრძალვას გულისხმობს. სალომე ლაბაძე მოისმინა შეფასებები ამ თემაზე, ის გვერდება პირდაპირ ეთერში. როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს სწორედ ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მალე შესასრულებელი ექნება მთავარი პარტიული დავალება, რომელსაც ქართული ოცნებისგან მიიღებს და რომლის შესაბამისადაც მას მოუწევს თუ ამ დავალების შესრულებაზე წავა, აკრძალოს საქართველოში მოქმედი ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტია. სწორედ ამ პროცესს, ამ დავალებას უკავშირდება კონსტიტუციონალისტების და ამ სფეროს სპეციალისტების შეფასებით ის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში ვადევნებთ თვალს. ბარია ხვიჩა კიკილაშვილზე, რომელმაც როგორც უკვე აღინიშნა, თანამდებობა ისე რომ მიზეზები არ განუმარტავს, ვადის ამოწურვამდე 5 წლით ადრე დატოვა. ჩვენ ვესაუბრეთ კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ კიკილაშვილმა ამით კლანის და შესაბამისად ქართული ოცნების დავალება შეასრულა. მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, განმარტოთ, რომ 30 მარტს მუშაობის ვადა ეწურება მერაბ ტურავას, რომელიც ამ დროისთვის არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ბუნებრივია, შესარჩევია მის ნაცვლად თავმჯდომარის ახალი კადრი, თუმცა სავარაუდოა, რომ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციოს მოქმედი შემადგენლობიდან არავინ მიიჩნია იმდენად სანდო ან შესაფერის კადრად, რომ სწორედ ის დაენიშნა მერაბ ტურავას ადგილზე, ამიტომ ხვიჩა კიკილაშვილმა შეასრულა ქართული ოცნების დაკვეთა, მან დატოვა საკუთარი პოსტი, ის აღარ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და ამით მან გააჩინა ამ სისტემაში ხელოვნურად ვაკანსია, რომელსაც ქართული ოცნება გარედან სხვა კადრით შეავსებს. კიკილაშვილი იყო უზენაესის მიერ დანიშნული კადრი ამ სისტემაში და ახლაც მისი შემცვლელი უნდა შეარჩიოს უზენაესმა სასამართლომ, თუმცა სპეციალისტებისთვის გასაგებია, რომ ამ შემთხვევაშიც წამყვანი და გადამწყვეტი იქნება პარტია ქართული ოცნების ნება და სავარაუდოდ ქართული ოცნება კიკილაშვილის ნაცვლად სისტემაში გარედან შეიყვანს ისეთ კადრს, რომელსაც მისი მთავარი პარტიული დავალების შესრულების ღირსად მიიჩნევს და მიიჩნევს სანდოდ ამ დავალების შესრულების საქმეში. ერთ-ერთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც 5 წელია მოსამართლეა, უცებ გაიღვიძა და ზუსტად იმ დროს, როდესაც სხვა მოსამართლეს, კერძოდ ტურავას, გასდის 10 წლიანი ვადა და მის ადგილზე ქართული ოცნება ვერავის ვერ დანიშნავს. რატომ იცით? თქვენს ეთერში არაერთხელ ვისაუბრეთ ქმედუუნარო პარლამენტზე. იმიტომ რომ არა აქვს საკმარისი ხმები, 90 ხმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის კვოტით მოსამართლე დანიშნოს. ანუ რა ვითარებაში აღმოჩნდებოდა? რომ ტურავა წავიდა, მათი ერთგული თავმჯდომარე და იქ ადგილზე არსებულ 8-ს არც ერთს არ ენდობიან. სპეცმომზადების და სპეცერთგულების და სპეცმორჩილების ადამიანი ყავთ მომზადებული როგორც ჩანს. მაგრამ პარლამენტი ტურავას ადგილზე ვერავის ვერ დანიშნავს. ამიტომ რა გააკეთეს? მოსამართლე გადააყენეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც აქვს უმაღლესი ხარისხის დაცვა ხვიჩა კიკილაშვილი, კი ბატონო. რომელმაც დღეს დაწერა უცებ და რატომ? იმიტომ რომ ბატონი ხვიჩა დანიშნულია პატივცემული უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ. ანუ მის ადგილმონაცვლეს პლენუმი უზენაეს სასამართლოს დანიშნავს მარტივად. არა პარლამენტი. ანუ ტურავას გაუვიდა ვადა, მის ადგილზე ვერავის ვერ შეიყვანენ იმ ერთგულ მორჩილ, ასე ვთქვათ, ლოიალურ ყველაფერზე ხელის მომწერს, იმიტომ რომ იმ 8-დან არავის არ ენდობიან როგორც ჩანს. მერაბ ტურავას უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ დგება თავმჯდომარის მონაცვლეობის საკითხი. აქ შესაძლებელი იყო, რომ შიდა კადრი უკვე არსებული კოლეგიის თავმჯდომარეები და რომელიმე გამხდარი იყო, მათგან ერთ-ერთი არის კლანის მიერ წარგზავნილი ვასილ როინიშვილი, ხოლო მეორე პენსიაზე გაშვებული ძველი პარტიული კადრი მანანა კობახიძე. მაგრამ არსებულებიდან არავის არ ენდობიან და უნდათ ახალი კადრის შეყვანა. და ახალი კადრისთვის უნდა გაჩნდეს სამოსამართლო ვაკანსია.
ის ვაკანსია, რომელიც ტურავას უფლებამოსილების ვადის ამოწურვით ჩნდებოდა, ვერ ივსება იმის გამო, რომ პარლამენტმა უნდა აირჩიოს და პარლამენტში არ არსებობს საკმარისი კვალიფიციური უმრავლესობა, რომ რეჟიმმა აირჩიოს იქ. შესაბამისად, იმისათვის, რომ ახალი ადამიანი ახალი მოსამართლე შეიყვანონ, მათ სჭირდებოდათ, რომ ხელოვნურად გაეჩინათ ვაკანსია. შესაბამისად, მათ მიერ კონტროლირებულ ერთ-ერთ კადრს, რომელიც შედარებით დაბალი იერარქიაზეა, მათ შიდა არაფორმალურ წესრიგში და შეეძლოთ მისთვის ეს მოეთხოვათ, რომ დაეტოვებინა საკუთარი ნებით თანამდებობა და გაეჩინა ეს ვაკანსია. მას ეს მოსთხოვეს, ხო? ბატონი კიკილაშვილს, რა თქმა უნდა, ამისთვის მას დააჯილდოებენ. ხო, ის სხვა თანამდებობას მიიღებს, სავარაუდოდ დაბრუნდება ის დიდი ხნის მოსამართლეა, რომელიც იყო მანამდე ბათუმში პირველი ინსტანციით დანიშნული, სავარაუდოდ ის დაბრუნდება საერთო სასამართლოებში, სადაც ის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. აბსოლუტურად, ხო, ჩვენ ამითაც შეგვიძლია ავხსნათ ეს გადაწყვეტილება, რომ გარედან აგზავნიან დამატებით თავმჯდომარეს, სწორედ იმის გამო, რომ აი ამ მნიშვნელოვანი დავალების შესრულება უწევთ, ხო? ანუ რეჟიმისთვის სერიოზული არის ეს საკითხი, მისი კონსტიტუციურ დონეზე კონსოლიდაცია. სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს და შესაბამისად სავარაუდოდ მისთვის განსაკუთრებით სანდო კადრი იქნება, ვისაც ის კლანის მიერ კონტროლირებული უზენაეს სასამართლოს პლენუმი დანიშნავს ამ თანამდებობაზე. ვნახავთ, ეს სავარაუდოდ სწრაფად მოხდება, იმიტომ რომ რეჟიმს ეს ეჩქარება და ჩვენ სავარაუდოდ შემდეგ კვირაშივე ვნახავთ ვინ იქნება ეს. ფაქტია, რომ არის, რა თქმა უნდა, წინასწარ შეთანხმებული წასვლა თანამდებობიდან და ასევე იქნება შეთანხმებული ახალი ადამიანის დანიშვნა ამ თანამდებობაზე. ამიტომ ბუნებრივია, რომ კითხვები ჩდება 5 წლით ადრე, როდესაც ტოვებს მოსამართლე თანამდებობას. აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ისევ იმ ჯგუფების და იმ, ასე ვთქვათ, ადამიანების ინტერესის შესაბამისად, რომელსაც დღეს აქვთ ეს ძალაუფლება და რომლებსაც აქვთ, ასე ვთქვათ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. თქვენ მოისმინეთ როგორც პოლიტიკოსებიც, ასევე სამართლისფერო სპეციალისტების შეფასებები, რომლებიც თანხმდებიან, რომ ხვიჩა კიკილაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოდან გასვლა და მოსამართლის სტატუსის დატოვება ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ამით ხვიჩა კიკილაშვილი ასრულებს ქართული ოცნების პარტიულ დავალებას. აქვე აღნიშნოთ, რომ სამართლისფერო სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არც საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი შემადგენლობისგან იყო იმის მოლოდინი, რომ ისინი წინააღმდეგობას გაუწევდნენ ივანიშვილის პარტიას და არ შეასრულებდნენ მის რომელიმე დავალებას, მათ შორის ოპოზიციის აკრძალვის დავალებასაც, თუმცა რადგან ოპოზიციის აკრძალვის დავალება და ან კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების დავალება ეს არის უკვე პრაქტიკულად დანაშაულში მონაწილეობა და ამით საკონსტიტუციო სასამართლო ხდება ივანიშვილის პარტიის თანამზრახველი. პარტიამ როგორც ჩანს საჭიროდ მიიჩნია, რომ ეს დავალება შეასრულონ არა კლანის რიგითმა წევრებმა, ისეთებმა როგორებიც არიან მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი ან ხვიჩა კიკილაშვილი, არამედ საჭიროა რომ ამ პროცესში მონაწილეობდეს პარტიისთვის განსაკუთრებით სანდო და მძიმე წონის კადრი, ვის შეარჩევს ასეთად ქართული ოცნება და ვის წარადგენს უზენაესი სასამართლოს სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, თუმცა სავარაუდოა რომ ხვიჩა კიკილაშვილის შემცვლელს რეჟიმი მალე მოძებნის და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ჩვენ უკვე მომდევნო კვირაშივე გვეცოდინება ვის შეიყვანს კიკილაშვილის ნაცვლად საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემაში ქართული ოცნება და შემდეგ ვის დანიშნავს ამ სასამართლოს თავმჯდომარედ.